მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი Facebook გვერდიდან მოგესალმებით. და მინდა გაგაცნოთ უბრალოდ პატარა საინფორმაციო განცხადება გავაკეთო. ალბათ უკვე ნაცნობია ბევრი თქვენთაგანისათვის. Google-ის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი შესანიშნავი საუკეთესო ინსტრუმენტი Notebook LM. რომელიც ძალიან საინტერესო ცოტა სხვანაირად უნდა ითქვას ამ ინსტრუმენტზე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ ინსტრუმენტის გამოყენება საგანმანათლებლო სფეროში. მოკლედ აი ამ ჩემ გვერდზე ნახავთ პატარა პრეზენტაციას, რომელსაც უფრო მეტად საინფორმაციო ხასიათი აქვს, რომ დაინტერესდეთ და შემდეგ რა თქმა უნდა ღრმად შეისწავლოთ, კარგად შეისწავლოთ ეს ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან დიდ შედეგს მოგიტანთ, მინდა გითხრათ. აი მოკლედ გაგაცნობთ უბრალოდ ამ ინსტრუმენტს. აგერ განათლების ტრანსფორმაცია. ეს გახლავთ ნამდვილად არაფერი არ არის აქ გაზვიადებული. თქვენ თვითონ დარწმუნდებით თუ მოისურვებთ ამ ინსტრუმენტის ღრმად გაცნობას, AI ასისტენტი. მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის, აბიტურიენტებისთვის და სტუდენტებისთვის. აი როგორც ჭკვიანი სტაჟიორი, რატომ არის Notebook LM უნიკალური და რა განასხვავებს მას სხვა უამრავი, ალბათ თქვენც უკვე ძალიან ბევრს იცნობთ, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისაგან. რა განასხვავებს მას და რატომ არის ასეთი უნიკალური? აი რა არის Notebook LM? ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მუშაობს მხოლოდ თქვენს მიერ შერჩეულ ფაილებზე, დოკუმენტებზე, წყაროებზე, აი არ ვიცი, ყველაფერი, რასაც მას მიაწვდით. და ამ შემთხვევაში ალბათ თქვენ თვითონაც კარგად მიხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ცდომილება, ანუ რასაც უწოდებენ ხოლმე ჰალუცინაციებს და ჰალუცინირებებს, ხელოვნური ინტელექტის მხრიდან აი აქ ფაქტობრივად თითქმის გამორიცხულია ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ მისწვით, თქვენ შერჩეული, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გსურთ, რაც თქვენ გაინტერესებთ. აი ამ რესურსს აწვდით ამ ინსტრუმენტს, რომელიც უკან გიბრუნებთ უკვე დამუშავებული სახით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თქვენ რა ბრძანებას მისცემთ და რა ფორმით მოისურვებთ აი ამ თქვენი რესურსის უკან დაბრუნებას. ნახეთ, აი ქაოსი, ესე იგი, სტატიები, PDF ფაილები, სახელმძღვანელოები, ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ მას მიაწოდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა ეს ელექტრონული წიგნი, მაგალითისთვის 500 გვერდიანიც კი იყოს და უფრო მეტიც და მიაწოდოთ მას ეს, რომელიც მოგაწვით ძალიან სწრაფად დამუშავებულს. აი როგორ მისცემთ მერე იქ მინიშნებას და რაც ჩაუწერთ, რა გინდათ რომ გააკეთოს. ეს უკვე ამაზეა დამოკიდებული. რა გააკეთოს? აი მე თქვა ატვირთეთ თქვენ 500 გვერდიანი, პირობითად ვამბობ, 500 გვერდიანი წიგნი და გინდათ რომ აი ის ძირითადი არსი რაც არის ამ წიგნის, ამ სახელმძღვანელოა თუ რაც არის, მოკლედ გამოყოს, თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ რომ გამოყოს ძირითადი მომენტები და აი ის ძირითადი მომენტები წარმოადგინოთ. აი არ ვიცი, ეს თქვენზეა დამოკიდებული, აი როგორ რა გინდათ ამ წიგნისგან, მაგალითად, აი რა გააკეთოს. აი რას ჩაუწერთ მინიშნებაში, რომელსაც აი prompts უწოდებენ, ალბათ იცით. მოკლედ. შემდეგ აი ძირითადი შესაძლებლობები. ახლა ესე იგი ნახეთ პერსონალური ბიბლიოთეკა, აქ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენ კვლევები, სხვადასხვა სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ და შემდეგ მოსთხოვოთ მას, აი უკვე რაც გითხარით, აი მოსთხოვოთ რა გინდათ რომ გააკეთოს. აკეთებს აი ავტომატურ შეჯამებას, რთული ტექსტების მარტივ გასაგებ ენაზე გარდაქმნას ძალიან მოკლე დროში, აი სასწავლო ბარათების შექმნას, ფლეშკარდებს რომ ეძახიან, ესეც აი ძალიან კარგია მაგალითად სკოლაში. ესეთი ბარათების შექმნა, აკეთებს აუდიო მიმოხილვას, ეგრეთ წოდებულ პოდკასტს თქვენთვის საინტერესო თემაზე, რაც თქვენ გსურთ. აი ეს მაგალითად საუკეთესო გზაა მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის აუდიო ფორმატში აღქმა ურჩევნიათ, მოსმენა ვიდრე წაკითხვა, მაგალითად. ძალიან საინტერესო ფუნქცია
აქვს ეს აი ამ notebook LM-ს. შემდეგ აქ თქვენ შეგიძლიათ ავტვირთოთ 10 რესურსი. პრინციპში შეიძლება მეტიც აიტვირთოს, მაგრამ უბრალოდ ეს არ არის სასურველი, იმიტომ რომ არ მოხდეს აღრევა, ასე ვთქვათ, ამ რესურსების. ჯობს იყოს 10 და ისეთი 10 იყოს ეს რესურსი, რომელიც იქნება თქვენ საჭიროებებზე მორგებული, ის რაც თქვენ გაინტერესებთ. აი ამ შემთხვევაში მუშაობს ოპტიმალურად, როდესაც 10 დოკუმენტი აქვს მასე. ამ დოკუმენტებში არა მხოლოდ ვთქვათ PDF, Word-ის და ასე შემდეგ ფაილები მოიაზრება, არამედ რა თქმა უნდა მოიაზრება ვიდეო ფაილები, YouTube-ის ვიდეოები და ასე შემდეგ ნებისმიერ ენაზე. ეხლა რაც შეეხება ალბათ პირველი კითხვა ჩნდება ხოლმე ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში, აი ქართული ენა როგორ არის აღქმული აქ ამ ინსტრუმენტის მიერ. შესანიშნავად არის აღქმული, მინდა გითხრათ. მაგრამ რა თქმა უნდა ტექსტს ყურადღებით უნდა მაინც წაკითხვა და შემდეგ გასწორება უბრალოდ მაინც რაღაც არ იყოს, ან სიტყვა გამორჩენილი, ან რაღაც როგორც ვასწორებთ ხოლმე, როგორც ყოველთვის ვასწორებთ ხოლმე ტექსტს, როდესაც ვბეჭდავთ. შემდეგ ხო ვკითხულობ და ვასწორებთ მას. რომ სადმე რამე ხომ არ გამოგვრჩა, რაღაცა პუნქტუაციის ნიშნები ხო არ დაგვაკლდა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში აი ეს მომენტი არის აქაც. აი სასწავლო პროცესში აი სასწავლო გეგმების ანალიზი, გაკვეთილის გეგმების ანალიზი, ტესტებისა და რუბრიკების გენერირება და ასე შემდეგ, აი უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობა, კვლევითი შესაძლებლობები. ნახეთ აი მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხედავთ ვიზუალიზაცია და აი აზრობრივი გონებრივი რუკები, რომელიც ძალიან კარგია. საკლასო ოთახშიაც და ზოგადად ძალიან კარგია. აი ვიდეოების ტექსტად გადაქცევა. თქვენ შეგიძლიათ მას მიაწოდოთ YouTube-ის ვიდეო, ბმული მიაწოდოთ, თქვენთვის საინტერესო არ აქვს რა ენაზე იქნება მნიშვნელობა, არ აქვს რა ენაზე იქნება ეს YouTube-ის ვიდეო. თქვენ მას დაუწერთ იქ თხოვნაში, რომ მოგაწოდოთ ტექსტი ქართულად და აი ვებ-სივრცის სიღრმისეული ძიება. გარდა იმისა, რომ თქვენ უტვირთავთ მას სხვადასხვა ფაილებს, მას აქვს კიდევ ნახეთ ღრმა კვლევის ფუნქცია, რომელიც უკვე ფაქტობრივად ვებ-სივრცეში ხდება. ანუ დამატებით ის უკვე ვებ-სივრცეში ეძებს იმ რესურსებს, რომლის საშუალებითაც მოახდენს თქვენთვის საინტერესო საკითხის კიდევ უფრო ღრმა ძიებას, კვლევას და ასე შემდეგ. და აი რაში მდგომარეობს ესე იგი ეს წარმატების ოქროს წესები. ხო, და აი როგორ უნდა იყოს ახლა ეს ამ ინსტრუმენტში შექმნილი რაიმე სტატია იქნება ეს თუ სხვა სახის რაიმე იქნება, რა აქვს მნიშვნელობა. ახლა ნახეთ AI ასისტენტია და არა შემცვლელი. ჯერ თქვენ თვითონ უნდა წაიკითხოთ, რა თქმა უნდა და უნდა იცოდეთ ის კონტექსტი. ახლა წაკითხვაში ვგულისხმობ იმას, რომ უნდა იცოდეთ ის დოკუმენტი, რა დოკუმენტს აწვდით, თორე შეიძლება არ გქონდეთ ბოლომდე წაკითხული, მიზანიც ეგ არის, რომ თუ მე ვაწვდი 500 გვერდიან წიგნს, რომელიც არ მაქვს წაკითხული ჯერ, სწორედაც მაგიტომ ვაწვდი, რომ ვენდობი ამ ინსტრუმენტს, ყოველ შემთხვევაში გადავამოწმებ შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვენდობი, რომ აი რას მირჩევს, რას მომაწვდის, ესე იგი, რაზე გააკეთებს აქცენტს, ნუ მე ამას გადავამოწმებთ, რა თქმა უნდა. ხო და ერთი კონკრეტული თემისთვის, ერთი ნოუთბუქი ცალკე. აი ეს არის ძალიან კარგი და დალაგებული აი ასე თავისი სახელწოდებებით, როდესაც თქვენ გაეცნობით ამ ინსტრუმენტს და ნახავთ მის ინტერფეისი როგორია და შემდგომ უკვე როგორ გამოიყურება ეს რვეული, აი ერთ რვეულში ჩადებული ერთი დიდი თემა. თავისი რესურსებით და ასე შემდეგ. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა, გითხარით რომ მოკლეა ეს პრეზენტაცია და უფრო თქვენი დაინტერესება არის აქ საჭირო, რომ ღრმად გაეცნოთ, შეისწავლოთ, ნახოთ პრაქტიკულად როგორ მუშაობს და მაინც კიდევ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, იმას, რითაც დავიწყე, რომ AI არ შეცვლის მასწავლებლებს, ვერ შეცვლის. მაგრამ მასწავლებლები, რომლებიც უკვე იყენებენ AI-ს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული, ჩაანაცვლებენ მათ, ვინც ამას არ აკეთებს და ვინც არ ცდილობს, რომ
უბრალოდ ჩაწვდეს, გაიგოს, რას წარმოადგენს ეს ყველაფერი და შემდეგ ისე გააკეთოს არჩევანი, მისაღებია ეს ჩვენთვის თუ არ არის მისაღები. თუ გაქვთ კითხვები, რა თქმა უნდა, მომწერეთ და გიპასუხებთ. მადლობა ყურადღებისათვის.